წელს ყვარელში იკვეცინეს გრიგოლ ჭავჭავაძემ და მაგდალენა მარიამ ბებურიშვილმა. ჭავჭავაძეამ საქმე დიდი მწვანებელს ეიგა, რომელიც პირისმა და მშვენება გოლიათი კაკლის ხე იყო. აქ რიხის ფისაგან აშენებ სამსართულიან კოშკში შეეძინათ ჭავჭავაძე, ზევსიშვილი, კონსტანტინე, ნინო, ილია, ელისაბედი, თეიმურაზი და სვიმონი. თავებაზე 27 ოქტომბერს 1927 წელსა ყვარელში ლექთა მოსალოდნელი შემოსევის დროს 27 ოქტომბერი ახალი სტილი 8 ნოემბერი ჭავჭავაძეებს მესამე შვილი შეეძინათ ილია. იქნებ აგონში ხმაწებს ვისიც არ იკრიბის სახელი ვისაც დღევდა ხამნატულობს ჩუმის ნატვითა ქართული. წერა კითხვა დედამასწავლა. დედა უმღეროდა ნანას და მამაც კარგი მთხრობელი ყოფილა. დიდი გატაცებით უყვებოდა ზღაპრებს. ეს წიგნი ეკუთვნის კნიას ილია ჭავჭავაძეს. კიდევ რა წიგნებია პატარა ილიას ბიბლიოთეკაში. აჰა, მირიანიანი, ალექსიანი, თეიმურაზ მეორე ხილთა ბაასი, ჯანვაზირის ამბავი, ანბანქება თეიმურაზ პირველისა და რაც მთავარია, მეფის ქალოსმალე, დედის მზიდე. სწავლა 8 წლისამ დავიწყე, ჩვენი სოფლისავე მთავარჯან ქართულის წერა გვხვდა. უმთავრესი ღირსება მისი ის იყო, რომ გასაოცარი თქმა იცოდა, ამბებისა გვიამბობდა დაბიურად, ბავშვისათვის ადვილად გასაგები ენი. უფრო საღმრთო და სამშობლო ქვეყნის ისტორიის ამბობს. ამ ამბებთან ბევრი ხმაც ჩამოჭრა გულში. ხავარდელი სწავლობდი ჩვენი სოფლისავე გლეხკაცების შვილებთან ერთად. 1858 წელს ოქტომბრის გარდაიცვალა თავად გრიგოლ ჭავჭავაძის მეუღლე რა 30 წლის საერთო მაშინ მაგდანი 11 წლისა დაობდა ილია 15 წლისას უკვე გიმნაზიის მოწაფეს მამაც გარდაიცვალა სუხარებამ წარმოსდროებით მოწვია ერთი წლით ჩატოვეს კლასში აღარ არსებობს ილიას მშობლების შემდეგ ყოველივე მზრუნველობა, გამგეზობა, ოჯახისა გადავიდა მარინა მატრინაზე, ბაბიდა ვიყიდა 87 წლამდე, ჩვენ ზრუნვაში გაატარა, სიცოცხლეში ვერ გადავიხდისა. 1940 წელი ზიმეობების ხანა იყო კავკასიაში. ამას ემატებოდა ბატონყმობის უღელტვერთ გმინავი გლეხი. ნეტის რუსეთის სამსახურში ჩამდგარ ქართველ თავადაზნაურთა ჩინმენდილების ჩხრიალი და ამ დროს თბილისის გიმნაზიაში სწავლობენ ნიკო გოგოვენიძე, დავით კიფიანი, სტეპლე ნაკაშიძე, ივანე კოიტორაასკი, ოხტა აფხაზი, ივანე ვაჩნაძე, ივანე ჯორჯაძე, ზაქარია მამაცაშვილი, გიორგი ყაზბეჭი, ილია წინაპრისმდე ილია ჭავჭავაძე თბილისის თითოს ლეთარგიული ძილიდან მიყვიძებს მის სუბეში ახალი ენერგია, ახალ ქალიშვილად იკვირდება. სამშობლო ფერდოხოლის შვილი განეცა. მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მიცემთ დავწერას. თქვენ ჩემი თამგივი განუყრალად ჩემი გული. თქვენთან ფერდო
სიტყვაზე არა კინიგზა ჯერ გაყვანილიც არ იყო დამქამცველი და შორი იყო გზა პეტერბურგამდე თბილისი ჯადიჯვარი დუშეთი ანანური პასანაური მლეთა მლესასთან გრიგოლ ორბელიანს შეხვდა ის რუსეთიდან ბრუნდებოდა თითქოს ნიშნული იყო ეს შეხვედრა ორი სხვადასხვა ეპოქის მწერლის მაშინ როცა ორბელიანი ეშვებოდა მწვერვალი და ილია კი ადიოდა კავკასიელს რელარე და ბობოქარი ქალაქი აქ სირდის მთელი დასავლეთ ევროპის ყველა ჰუმანისტური იდეა აქ რევოლუციების ცერცხლიანთია ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლის ხმები გაისმისილია აქ პეტერბურგშია მარკო მასთან ერთად სწავლობს მომავალი საქართველოს მთელი თანავარსკვლავედი სერგინესი ნიკო გოგობერიძე აკაკი წერეთელი დავით ჩუბინაშვილი ზუბა ლაშვილები დავით ყიფიანი ოხტა აფხაზი პეტერბურგში ისმეს ჩუბინაშვილის ლექციებს კითხულობს გერცელს ჩერნიშევსკისა და დობროლიუბოვს საფუძვლიანად სწავლობს რუსულ და ევროპულ ლიტერატურას კარლის პუშკინს და ლერმონტოვს სკოტს და შილერს ჰეინეს გოეთეს ბაირონს და რადროა ახლა ილიასების განსაკუთრებული პერსონაჟი ჯუზეპე გარიბალდი იტალიის ეროვნული გმირი უშემადგენლობს ფრანცუზებს აღტაცებულია მისი ფოტო უშვენებს კაბინეტს თურმე მთელს იტალიაში კარგად გადიოდა ჯუზეპე გარიბალდი და ყველა საკითხავდა ეკითხებოდა მისია ეს ქვეყანა 1860 წლის გაზაფხულზე გარიბალდი მესინა აიღო და იტალიის ნახევარკუნძულზე გადავიდა მისია ეს ქვეყანა მესმის სამატრიხა ბორკირის ხმა მტოლევისა სიმართლის ხმა ქვეყნა და ხუხს დასათრულო გრუბისა აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა და აღტიქსნებს იმედს კუთხში ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამჩი ილია ჭავჭავაძე სამეგრელოს უკანასკნელებს ეკატერინა ჭავჭავაძე ჯადიანიცას სტუმრობდა მასპინძელმა ხელნაწერი გადასცა ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერი იყო მერანი და ბედი ხაფის თელკვირად მათული ბოდავდა ბარათაშვილი რომ იგონებს ოხტა აფხაზი მოგვიანებით როდესაც დაარსებს ჟურნალს საქართველოს მოამბეს პირველივე ნომერში დაბეჭდავს 10 უკვე მისგან მონათლულ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექს შემოხამება მთაწმინდაზე და ასე დააცნობს